მოგესალმებით. გამარჯობათ. მე ვარ ანა. ელენე, გამარჯობა. ანა. მოგეთ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ გავაკეთოთ ესეთი ინტერნეტ გადაცემა, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე. როგორც აქტუალურ თემებზე. დღეს არის 19 თებერვალი 2014 წელი. ჩვენ თავიდან გვინდა მივულოცოთ ყველა იუბილარს დაბადების დღე, ვისაც 19 თებერვალს აქვს დაბადების დღე, უსურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა, ყოველ ოცნების ასრულება. თუ არა რამდენიმე. ხო, მეტნაკლებად. ხო. და რა ვიცი, მოდი დღეს ვისაუბროთ იმაზე, თუ რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. დღეს გვინდა ვისაუბროთ ანუ ოსკარების ცერემონიალი მოდის მალე უკვე და ხამე როგორც იცით არის ოსკარების დაჯილდოება. ანუ ზოგადად ფილმებზე ვილაპარაკოთ. ხო, აბა შენი საყვარელი ფილმი. ხო, ანუ როგორც ერთ-ერთ ფილმების მოყვარული კი არა და ანუ ის ადამიანები ვინც ფილმებს უყურებენ შეუძლებელია რომ უბრალოდ იმათმა დაასახელონ რომელიმე კონკრეტული ფილმი. ხო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი ფილმი არის რეალურად, მაგრამ არის ერთი ფილმი, რომელზეც ვარ ჩაციკული, მე მგონი უკვე მე-5 წელია და რაღაც ძალიან მიყვარს, წიგნის მაგ წაკითხული და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი გენიალური ფილმი არის, ეს არის Fight Club-ი. ბრედ პიტის და ედვარდ ნორტონის მონაწილეობით. წესით ყველამ უნდა იცოდეს ხო რაღაც ისეთი თუ არ იცით აუცილებლად უყუროთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი. ხო, აი ჯერ მარტო ედვარდ ნორტონის და ბრედ პიტის გამო, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან მაგრად თამაშობენ მართლა. ჰელენა ბონემ კარტერი ასევე. და მან ძალიან მიყვარს მოკლედ ეს ფილმი. არის ბევრი რომ ვილაპარაკო, რეალურად შეიძლება აზრი არ კონდეს. მოგონ რა ვიცი, ამ ფილმზე რა უნდა ვთქვათ, მოკლედ ძალიან საინტერესოა, ხა არ ვიტყვით არაფერს, რატომ უნდა ვთქვათ, შეიძლება არ აქვს ნანახი და უყურეთ. აუცილებლად უყურეთ, იმიტომ რომ მართლა მაგარი ფილმი. ნუ ახლა რა თქმა უნდა თუ მხოლოდ რომანტიკული და სენტიმენტალური ფილმების მოყვარული ხართ, მაშინ შეგიძლიათ რომ არ უყუროთ, იმიტომ რომ შეიძლება არ მოგეწონოთ. მაგრამ მაინც უყურეთ. ხო, მოკლედ ახლა ვისაუბროთ ოსკარებზე. როგორც იცით, წარდგენილია ლეონარდო დიკაპრიო, მამაკაცის როლის საუკეთესო როლის შესრულებით. მე-5 არის წარდგენილი. ტიტანიკის 11 ოსკარი. ხო, კარგად დაიმახსოვრა. ანუ მე პირადად ვთვლი, რომ წელს მაინც ლეონარდომ დაიგოს ოსკარი, ოღონდ ძალიან ისეთ რაღაცას მომრეულად ძალიან მიყვარს და მართლა ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი ვარ და მიჭირს ამ სიტყვების თქვა, მაგრამ ყავს ძალიან ძლიერი კონკურენტები, იმიტომ რომ იგივე თქვა კრისტიან ბეილი არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი მსახიობი. ხო, მეთიუ მაკონახზე არ ვგიშდები, ხარ რომ მოგეთყვი ძალიან მიყვარს, მაგრამ წელს იმდენად მაგრად თამაშობს ამ Dallas Buyers Club-ში, რომ არ ვიცი, ძალიან რთული გადასაწყვეტი იქნებოდა ალბათ, მაგრამ იმდენჯერ დაიმსახურა ლეონარდო დიკაპრიომ ოსკარი და არ მისცეს რომ მე მგონი იმსახ. ხო, მე მგონი ხო რაღაც მგონია რომ მთელი სამყარო ჩართული არის მართლა რაღაც უცხო პლანეტები ოსკარი უნდა აიღოს. დიკაპრიომ ოსკარი უნდა აიღოს წელს. წესით უნდა აიღოს. მე საერთოდ მიმაჩნია რომ ცოტა ნაკლებად ცნობილი არის ფილმი ჯეი ედგარი ქვია. არც ოსკარზე იყო წარდგენილი და დიდი ყურადღება არ დაუმსახურებია თვითონ ფილმს არც მე ვგიშდები, მაგრამ დიკაპრიო არის განსხვავებულ როლში აბსოლუტურად და იმდენად ძლიერად თამაშობს, რომ ამ ფილმში უნდა აიღო ოსკარი. მაგრამ არა უშავს რას ვიზავ. კარგი ფილმი. კარგი ფილმი არის, მაგრამ ხო, ეს არის კიდე ტრაგედია რაღაც ოსკარების, რომ ბოლო დროს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი შინაარსის და აზრის ფილმები არის. იგივე წინა წელს იყო Life of Pi წარდგენილი, ხო? და წარდგენილი იყო რის გამო? იმიტომ რომ იყო ტრიდე და რაღაც ლამაზი კადრები. ხო, მე ნანახი მაქვს ეგ ფილმი და ძალიან ლამაზი ფილმია, ძალიან მომეწონა. ხო, მაგრამ ფანტასტიკაში გადადის. ანუ ფანტასტიკაში შეიძლება ფანტასტიკა არის, მაგრამ უბრალოდ მე ყოველთვის მეკონა რომ ოსკარზე უნდა იყოს წარდგენილი, განსხვავებული, ოღონდ არა იმითი რომ ლამაზი კადრები არის, არამედ იმითი რომ შინაარსიანი და აზრიანი ფილმი. ხო. ხა, ისეთი ფილმების მერე თუნდაც როგორც Samantha in America არის, ან თუნდაც Fight Club-ი,
თუნდაც რა ვიცი, აი ძალიან ბევრი მაგარი ფილმი იყო წარდგენილი და ძალიან ბევრი მაგარი ფილმს აქვს აღებული ოსკარი და იმ ყოველფრის მერე Life of Pi. ხო, რაღაცა ცოტა ისეთ საბრალონი. ხო, საბრალონი. კარგი იყო. ანუ არა, იმ მარტივი Silver Lining Playbook-ს რო იყო წინაწელს რა. იგივე Jennifer Lawrence-ი როგორც მსახიობი, ანუ კი ძალიან კარგი მსახიობი. ხო, Bradley Cooper-ის წარდგენილი იყო ოსკარზე და ანუ კი ძალიან კარგი მსახიობები არიან, მაგრამ აი იმ ფაქტით, რომ ესე რაღაც ოსკარზე წარადგინეს და რა ვიცი მე, აღფრთოვანებული არის ნახევარი მსოფლიო, მე მგონი უფრო ნაკლებად მიმზიდვას ხდიან ჩემთვის პირადად ახლა მაგალითად, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ ოსკარზე უნდა იყოს წარდგენილი Jennifer Lawrence. Django ჩემთვის Quentin Tarantino ისეთი არის, რომ ცოტა პირადად ძალიან სუბიექტური. აი Inglourious Basterds მაგალითად. ეგეთი ფილმის მერე კიდე. რომ წარდგენილი იქნება ის Life of Pi და რაღაც შეუსაბამო. თუნდაც ანა კარენინასთან ერთად. ხო, არა, ანა კარენინა არ იყო წარდგენილი, ანა კარენინა იყო კოსტუმებზე და ხო, მაგრამ კი, მაგრამ ხო ძალიან. ხო, აიღო. კი. არ ვიცი, ცოტა კი, ანა კარენინა აიღო, Django-ც იყო წარდგენილი. არა, Django არა, საბრალონი. Django იყო საუნდტრეკებზე. Django საუნდტრეკებზე. არა, music edition-ზე იყო. აუ ძალიან მაგარი საუნდტრეკები ქონდა, ახლა ძალიან მაგარი. ერთად ვუყუროთ მე და არიან Django-ს. ამახსოვს როგორი აღფრთოვანებული ვუყურებით და თუ არ გახდენახედეს ნახეთ. აი მაგიტომ მიყვარს კიდე Quentin Tarantino-ს ფილმები, რომ შანსი არ არის, აი ძიხარ და მართლა 3 საათიან ფილმს ვუყურებ დებილივი და აი არც კი მოგინდება რომ რაღაც საინტერესო ყველა ფილმში თვითონ თამაშობს ხო რაღაც მოაზრო როლები უნდა Pulp Fiction-ში. იგივე მოკლედ ძველი ფილმები არის ძალიან მაგარი, ხო? კი, ბევრი ძალიან კარგი ძველი ფილმია. ეხა უბრალოდ ისე არის, რომ როგორ თქვა, აი ახალს არაფერს არ აკეთებენ. ანუ განსხვავებული ფილმები და განსხვავებული აზრი არის ძალიან ცოტა. მე ძალიან გამიკვირდა წინა წელს, არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა, Cloud Atlas. ძალიან ძლიერი ფილმი არის, საერთოდ ძალიან კარგი. მგონი რაღაც ერთ ორ ოსკარზე იყო წარდგენილი, თუ вообще არის. არ მახსოვს. შარშან, ხო. არ იყო წარდგენილი, როგორც მე. რაღაცაზე მეცი. მაგრამ ვერ ვიხსენებ. მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. მაგარი ფილმია, ძალიან ძლიერი ფილმი არის მართლა და მოკლედ მაგარი ფილმებია, მართლა ძალიან ბევრი არის ისეთ საინტერესო ფილმი, რომელიც დაგაფიქრებს და რაღაცა შეიძლება ზოგი ფილმი ისეთია, რომ რაღაცა შეეკითხები გაქვს და ამ ფილმმა რაღაცა გასწავლოს და რაღაცა იმ კითხვებზე პასუხები გაგცეს, ხო? კი. და რაღაცა ახალს გაიგეთ, ან რაღაც კითხვა დაგისვას და მე იმაზე ხო, რაღაც შენ თვითონ მიხვიდე რაღაც და სხვა. შენი აზრი ჩამოგეყალიბდება უფრო რაღაც ისწავლი განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას და შენ პოზიციის დაცვას. ხო, ანუ მე ვთვლი, რომ კარგი ფილმი არის, კარგი წიგნის ტოლფასი, იმიტომ რომ იქიდანაც ძალიან ბევრს სწავლობ. ხო, მაგრამ როცა მაგრამ ის იმას არ ნიშნავს, რომ წიგნები არ უნდა ვიკითხოთ პირიქით. მე ვთვლი, რომ მაგალითად წიგნი უკეთესია იმ მხრივ, რომ უფრო სხვა რაღაცნაირად განვითარებს ვიდრე ფილმი. ანუ ორი განსხვავებულია ჩემი აზრით. არა, განსხვავებული არის რეალურად. სხვანაირი აღქმის საშუალებას გაძლევს და წიგნი შენებური აღქმის საშუალებას გაძლევს. არა, რატო ორივე შეკიდე შენ ისე გაიგო როგორც შენ. არა, მე თქვის სიუჟეტების რაღაც ხო. შენ თვითონ ავითარებ, ანუ წარმოგიდგენია შენი აზრით როგორი უნდა იყოს, ხო? და მაგალითად მე როცა იმ წიგნს წაკითხულს მე უყურებ, შეიძლება საერთოდ სულ სხვა შთაბეჭდილება დაგჭირს, არ მოგეწონოს, იმიტომ რომ შენ სხვანაირად წარმოგდგენილი და საერთოდ სხვანაირად. არა, არ მოგეწონოს, არა, პირიქით შეიძლება, ანუ ძალიან კარგად იყოს გადაღებული, უბრალოდ ანუ შენგან განსხვავებული. რა თქმა უნდა, აზრებს არ დაემთხვა. ხო, არა, ეგ ლოგიკურიც არის. ფილმში წარმოქმნის სიუჟეტები და ამიტომ რა ვიცი, მე როცა ვკითხულობ ხოლმე იშვიათად ვუყურებ მე ფილმს. არა, მე უყურებ ხოლმე აი მაგალითად Clockwork Orange რო არის თუნდაც ხა
მართალია მექანიკური პორტოხალი. დავიტანჯე მაგ ფილმის ყურების. მე მაგალითად ფილმი უფრო მომეწონა, წიგნზე არ მეც, არა, მეც ძალიან მომეწონა წიგნით. ერთი არა, იმიტომ არ მომეწონა, რომ როცა ვკითხულობდი, რაღაცა ვნახე, დაწერილი რაღაცები წიგნზე და ყველა აღფრთოვანებული იყო და სინამდვილეში მე ისეთი შთაბეჭდილება არ დამიტოვა, როგორცაც ველოდი. ამიტომ მე მგონი არაფერი არ უნდა წაიკითხოს წიგნის მიმოხილვა, როცა შენ კითხვას აპირებ, იმიტომ რომ შეიძლება შენი სხვისი აზრები არ გამართულდეს და შენ უფრო მეტს მოელოდი ამ პირიქით. ხო. მოკლედ უნდა წაიკითხო და უნდა ნახო თქვენ თვითონ. ხო, ეხლა ცოტა მუსიკასაც ვუყურებ. ხო, მუსიკა ძალიან გვიყვარს, მგონი წესთ ყველა ადამიანს უყვარს მუსიკა, ხო? კი, აბსოლუტურად. არა, მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც არ უყვართ და ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მე მგონია ხოლმე რომ მუსიკა არის ზოგადად გამოსავალი. ხო? Arctic Monkeys, Laser. Laser. ანუ ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი ჯგუფი. ხო. ელენე აპირებდა კონცერტზე წასვლას, მაგრამ ვერ წავიდა და ძალიან გულწრფელი. ძალიან მოგხსენებდი, მაგრამ მგონია რომ მაინც მოუხდები. აუცილებლად მოხდები. და აუცილებლად მოусმენ live-ში I wanna be yours, იმიტომ რომ მე რაღაც მგონია რომ ჯადოსნური სიმღერა არის. ხო. ანუ ის მომწონს, რომ იგივე ანუ მე მგონი ბიტლზებმა გახსნეს ეგ სეზონი როგორ თქვა და ანუ ეგ ის რომ მელოდიაც და ტექსტიც არის ძალიან მაგარი. ორივე ძალიან მაგარი არის და ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა ტექსტთან მიმართებაში, იმიტომ რომ ყველა ტექსტში მეურდება რომ ვიღაცას ვიღაცა უყვარს და ვიღაცას ვიღაცა ენატრება. ხო, ბანალური ხა ჩარკვიანის მხერის სიყვარულზე, მაგრამ ორგანზე ვერ ვიტყვით რომ ბანალური. ხო, ანუ სიყვარული არის ზოგადად ბანალური, მაგრამ იმდენად გაჩნია როგორ წარმოაჩენ შენ სიყვარულს და იმდენად ცუდი ტექსტები არის. კი. ხო, ანუ მიმაჩნია რომ ძალიან მაგარია, როცა ტექსტის და მელოდიაც ერთნაირად ძალიან კარგი არის. ხო. და კარგი მოსასმენია, როცა რაღაც შვიდდები და რაღაც შენს თავს უბრუნდები. მუსიკასთან ერთად ფიქრი ძალიან მაგარია. კი, ხშირად ვფიქრობ მუსიკასთან. მე სულ მუსიკასთან, მე პრინციპში ანუ სულ უსმენ მუსიკას, აი მართლა სულ უსმენ ყოველთვის, საათ შეიძლება როგორ შეიძლება. რა საშუალებიც შეიძლება ყველანაირად უსმენ, იმიტომ რომ უსმენთ მუსიკას ძალიან მაგარია, კარგი მუსიკა ყველაფერს. ანუ ესეც რაც წამოწევ. გააჩნია ხავისთვის კარგი მუსიკა რა არის, ამაზე ლაპარაკი დავიწყებ თავისი ინდივიდუალური ხოლმე შეიძლება შენ ვერ არ უსმენს ეს მოს და პირიქით. ხო, ჩვენი გემოვნება ერთად ემთხვევა. ხო, ანუ გარდა Arctic Monkeys-ა არის ესეთი ჯგუფი, რომელიც საქართველოს ძალიან ცოტა მიცის. ეს არის Citizen Cope. რომელსაც უსმენ უკვე 2 წელი არის, ძალიან უწუხარ აქამდეც არ ვიცოდი. მე მახსოვს ის დრო, როცა ელენემ დაიწყო Citizen Cope-ის მოსმენა და მე სწავლობდა მათ ბიოგრაფიას. ხო, და ანუ ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ დაბადებული რა შეიქმნა 1993 წელს, ანუ ჩვენ ხელა არის 21-ის, ნუ 21-ის, შენ 20-ის მეჭე. და მან ჩვენ ხელა არის რა რეალურად და ეს არის ძალიან მაგარი და მეორე ოცნება კი არა და ერთ-ერთი უპირველესი ოცნება ჩემი არის ის, რომ დავესწრო მათ live-ს. ხო, და რა ვიცი, ყველას გირჩევთ, რომ თუ არიცით, მოისმინოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან. კი, განსხვავებული მუსიკა არის უბრალოდ და რა ვიცი. თუ ხარ თქმა უნდა ზოგს მოეწონება და ზოგს არა. ხო, ყველას ვერ მოეწონა. არც არის აუცილებელი. ხო, კიდე ძალიან მოყვარს ხა. ხშირად ვსვამთ ერთად თუ ცალ-ცალკე დღით თუ ღამით, შუა დღით თუ გაიჭედე? მოკლედ, მგონი დავამთავრეთ ჩვენი საუბარი. ხო, ჯობია. თუ ისეთი საინტერესოები ვერ ვიყავით, როგორ ვთქვათ, ელოდებოდით, ხო, შეიძლება საერთოდ არ ელოდებოდნენ, მაგრამ მაინც და ანუ ბოდიში რა, მაგრამ არა, მოიცა, ჩვენ შევეცადეთ, ხო. ნუ ეს არის პირველი თემა, პირველი გადაცემა, ეხა ვიდგოთ. სპონტანურად მოვიფიქრეთ ყველაფერი და ალბათ ეს ნელა უფრო განვითარდებით, არც ეს ხდება თავიდან იწყებ და მე ვითარდები. და ეს ნახავ ხოლმე ძველ ვიდეოებს, აი შეამჩნევ რომ როგორ განვითარ. ხო და მე რიტყვი ვაიმე დედა.
ხო, და მე მოგინდება რომ წაშევა, მაგრამ არ წაშლი, იმიტომ რომ სტარსულია. იყავი შენ და ეხა ხარ სხვა. ხო, და რაღაც ამაყოფ მე რომ აი გავიზარდე ხო და კაია. ხო, მოკლედ წავედით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის იმან ვინც გვისმინა, ვინც არ გვისმინა კიდე რა ვიცი, არა უშვას თუ გინდათ გვისმინეთ და თუ გინდათ ნუ მოგვიშვენთ, არ შეხედოთ პრობლემას. თქვენ უფლებამოსილებ. ყველა ადამიანი თავისუფალია დაბადებით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით. და რა ვიცი, განურჩეულ, თანასწორია განურჩეულად სქესის, რასის, კანის ფერის, შეხედულობის და ასე. მოკლედ მადლობა ყურადღებისთვის და რა ვთქვით. ნახვამდის.